ოლიმპიელი მოცურავე, რომელმაც ცურვა კარგად არ იცოდა და მეტიც ოლიმპიური აუზის საერთოდ არ ჰქონდა ნანახი. ერეკ მუსულმანე 2000 წელს სიდნეის ზაფხულის ოლიმპიადაზე განვითარებად ქვეყნებს შანსი მისცეს კვალიფიკაციის გარეშე ეასპარეზად, რის დამსახურებითაც ერიკ მუსამბანი მოხვდა ოლიმპიადაზე ეკვადორული გვინეიდან, სადაც ბოლო 8 თვის განმავლობაში ემზადებოდა ცურვაში, სავარაუდოდ 15 მეტრიან აუზში, რადგან ოლიმპიური აუზი ქვეყანაში არ ჰქონდათ. 100 მეტრში თავისუფალი სტილით ცურვაში წინასწარი კვალიფიკაციის დროს მის ორ მოწინააღმდეგეს ცრუ სტარტის გამო დისკვალიფიკაცია მისცეს და ის დარჩა მარტო ოლიმპიური აუზისა და უამრავი ინტერესით გაფართოებული თვალის წინაშე. უკან ვეღარ დაიხევდა, ამიტომ გაცურა, თავიდან ენერგიულად, მონდომებით, რამაც აუდიტორიაში დიდი პატივისცემა გამოიწვია. შემდეგ დაიღალა. სიჩქარე ძალიან შემცირდა. რაღაც მომენტში თითქოს გაჩერდა კიდეც. თუმცა ხალხის მხარდაჭერა და ოვაციები არ ჩერდებოდა. საბოლოოდ სპორტმენმა შეძლო დარჩენილი ძალებით გამოსვლა ბოლომდე მieყვანა. ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი დრო დააფიქსირა და ასპარეზობას გამოეთიშა, თუმცა მისი შეუპოვრობის და გაუტეხილობის გამო მაყურებელმა შეიყვარა და ერიკ დე ილ აუზის გველთეუზა შეარქვეს.